ფართო მასშტაბიანი კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ეკრანთან დიდი დროის გატარება ბავშვებში აგრესიას, შფოთვასა და დაბალ თვითშეფასებას იწვევს. ამ საკითხზე დაკვირვებას სპეციალისტები ავსტრალიაში აწარმოებდნენ. მასში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან 300,000-მდე ბავშვი მონაწილეობდა. კვლევის მიხედვით პატარები, რომლებიც მეტ დროს ატარებენ ტელევიზორთან, პლანშეტთან, კომპიუტერთან და ვიდეო თამაშებთან, მაღალი რისკის ქვეშ იმყოფებიან აგრესიულობის, შფოთვისა და დაბალი თვითშეფასების განვითარების თვალსაზრისით. დაკვირვება ძირითადად 10 წლამდე ასაკის ბავშვებზე მიმდინარეობდა. განსაკუთრებით საყურადღებოა, რომ ვიდეო თამაშებთან გატარებული დრო ყველაზე მჭიდროდ არის დაკავშირებული ქცევით პრობლემებთან. სპეციალისტების განმარტებით მათი მიზანი არ არის სრულად აკრძალვა. აქ საუბარია დღის განმავლობაში გარკვეული შეზღუდვის დაწესებაზე. მათი თქმით, განსაკუთრებით საგანმანათლებლო მიზნით ზომიერად გამოყენება შედარებით უსაფრთხოა. მნიშვნელოვანია ბავშვებმა ისწავლონ ემოციების მართვა ეკრანის გარეშე და ურთიერთობა მეგობრებთან და ოჯახთან.